ნამუშევარი, რომელიც პატრიარქისთვის მქონდა განკუთვნილი საჩუქრად. ძალიან დიდი სიყვარულით უყურებდა და მითხრა, რომ ჯერ იყოს, ეს არის ღვთლის შესამოსელი, საბუხარი ეწოდება. მე-17 საუკუნის ორიგინალი სასლია, მე-17 საუკუნეში მოიქარგა ლელა საბუხარებად არის წოდებული და მისი ასლი გავაკეთე და ესეთი ძვირფასი გამოვიდა. იმდენად დიდ სიყვარულს გვინერგავდა ჩვენივე პედაგოგი, რომ ჩვენ უნდა შეგვექმნა ისეთი ნამუშევარი, რომ ღირსი ყოფილიყო გამოგვეფინა პატრიარქისთვის. ნაქარგობის ოსტატობა, რომელიც 2 საუკუნის განმავლობაში დაკარგული იყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით 80-იან წლებში აღდგა. მას შემდეგ უკვე მე-40 წელია ქართული ხალხური რეწვის ოსტატები ერთგულად ემსახურებიან ეროვნულ საქმეს და ნაქარგობის მრავალფეროვან ნიმუშებს ქმნიან. ქართული ხალხური რეწვის ოსტატების დარიკო ჩიხლაძისა და ლიანა ანიაშვილის ნამუშევრები ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გალერეაში ფართო დამთვალიერებლისთვის გამოიფინა. დაახლოებით 15 წლის წინ შევისწავლე ეს დარგი და ჩემი პედაგოგი ეთერ უროტაძე, რომელიც ვახსენე, გარდაცვლილია და მასაც უძღვნით ამ გამოფენას. მართლა ძალიან დიდი შრომა აქვს ჩადებული ქართული საეკლესიო ნაქარგობის აღორძინებაში. ჩვენ გვასწავლა მან ბევრი რამ, მიუხედავად იმისა, როგორც დარგი ისე შეგვესწავლა, გვასწავლა ის, რომ გამოგვეფინა, გვესაუბრა ისტორიაზე, დაინტერესებულიყვნენ მნახველები, ვიზიტორები, ხსნა ყველასთვის თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო ეს ნაქარგობა. მე პირადად 2014 წელს მქონდა ბედნიერება, როდესაც პატრიარქს პირველად შევხვდი, ესეც გამოფენას უკავშირდება. ჩემი პედაგოგი, როგორც ვახსენე, ეთერ უროტაძე ძალიან აქტიური ქალბატონი იყო ამ კუთხით, რომ ძალიან ხშირად აწყობდა გამოფენებს და 25 დეკემბერი იყო ჩვენთვის ძალიან მასშტაბური შეკრება, როდესაც ყველა ხელოვანი, ყველა დამწყები თუ ჩამოყალიბებული უკვე ხელოვანი, რომელთაც სერიოზული ნამუშევრები ჰქონდა, ვიკრიბებოდით სამების საკათედრო ტაძარში, ახალგაზრდულ ცენტრის საგამოფენო სივრცეში და პატრიარქის საპატივცემულოდ გამოფენდით ნამუშევრებს. ამაში იყო ჩართული ელისო არაბული. ამოქარგული ისტორია, ასე ეწოდება ექსპოზიციას და ავტორებმა ის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნეს. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო საერო და საეკლესიო ნაქარგობის ხელოვნების მრავალფეროვანი ნიმუშები. ეს არის ძალიან ძველი ტექნიკა, კალათურა ეწოდება, აი ნახეთ საოცრება. თქვენ რასაც უყურებთ ძველ დროში, დაახლოებით შუა საუკუნეებში, რასაც ოქროს ფერს ახლა ხედავთ, მაშინ ნამდვილი ოქროთი და ვერცხლის ძაფით იქარგებოდა. დღეს სამწუხაროდ ეს მასალა არ გვაქვს, მაგრამ არის იმიტირებული მასალა, რომელიც ძალიან კარგად აღიქმება, რომ არის ოქრო. ავტორები პერსონალური ნამუშევრების შექმნასთან ერთად პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევიან და თავიანთ ცოდნას მომავალ თაობებს უზიარებენ. ნაქარგობის სახელოვნებო დარგში ილია მეორის ღვაწლის დაფასება და ამ ოსტატობის თაობებისათვის გადაცემა. სწორედ ეს წარმოადგენს ავტორების მთავარ მიზანს. გამოფენის ხელმძღვანელი ბატონი გოჩა ბალავაძე, რომელსაც დიდ მადლობას გადაუხდი. ჩემი მიმართულება გახლავთ ჯვრული ნაქარგობა, რაც ამ დარბაზში არის წარმოდგენილი, ყველაფერი არის ჩემი ხელით შექმნილი, მაგრამ უწმინდესის კურთხევით. ხევსურული ნაქარგობა შევისწავლე და შეუერთდი 1998 წლიდან.
სამრევლო სკოლაში ვისწავლე ქალბატონი ელისო არაბულთან. იმის მერე მივყვები და ვქარგა ყველა ნივთს თითქმის თუ რამე შეიძლება რომ ამოიქარგოს. ჩემი პირველი გამოფენა, რომელიც 2004 წლებში დაახლოებით გაიმართა, ეუფიანანია ხელმძღვანელობდა იმ კათედრაზე, იქ იყო ღონისძიება. ამ ღონისძიებაზე იყო გამოფენილი ჩემი ნამუშევრები და ერთ-ერთი იყო მათ შორის აი ეს ფარდაგი, რომელიც ნახა უწმინდესმა, მობრძანდა იმ ღონისძიებაზე და ძალიან მოეწონა და სულ ასე ეფერებოდა. ანუ ეს არის უწმინდესის ხელის ნაფერები და იმ წუთიდან დამილოცა მარჯვენა და მართლაც დღე და ღამე შემიძლია ვთქვა, რომ არ ვიღლები აი ამ ნამუშევრების შექმნაში და ამ ფერთა შეხამებაში. ჩემთვის ძალიან დიდი სიამოვნება, როდესაც ვხედავ, რომ ქსოვილზე იხატება, იქარგება ჩვენი ქართული ორნამენტი. კიდევ შემიძლია გავიხსენო ჩვენი უწმინდესი, როდესაც 2005 წელს იყო გამოფენა საპატრიარქოში მოვაწყვეთ, ამ სამრევლო სკოლის მოსწავლეების გამოფენა იყო. მოვაწყვეთ იქ და პირველი ნამუშევრები რაც იყო, ჩემს შვილიშვილებს მოუქარგე სამოსელი გოგოსაც და ბიჭსაც, ბიჭს ხევსურული პერანგი და გოგონას აი ეს სამოსელი თუ აჩვენებთ. და ასეთი შემოსილები დადიოდნენ იქ საპატრიარქოში გამოფენაზე და სულ ყველა ეფერებოდნენ და აბრეშუმის თემაც უწმინდესმა აკურთხა, რა თქმა უნდა. ჩვენ გვქონდა ძალიან დიდი წარმოებები ადრე, მაგრამ ეხლა რადგან აღარ იყო მოისპო ეს აბრეშუმის წარმოება ჩვენთან, გვაკურთხა უწმინდესმა, რომ უნდა აღორძინებულიყო აბრეშუმი. მას სათავეში ჩაუდგა ბატონი კახა ვარდუკაძე, რომლისგანაც მე თვითონ წამოვიღეყვანე ეს ჭიები და აი აქ რა აბრეშუმსაც ხედავთ პარკებს, ეს ჩემი მოყვანილი პარკებია. შემდეგ ვაკეთებ მატყლს ამ აბრეშუმის ქულებს, შემდეგ კეთდება ეს ქაღალდები და ქაღალდებზე იხატება. აბა ახლა ამ საქმიანობას, რაც ასე ჩემი უსაყვარლესი უქროსხელება ქალბატონები ეწევიან და რომელთა ნამუშევრებიც აქ არის წარმოდგენილი, ამ ყველაფრის, ასე ვთქვათ, გარკვეულად სულის ჩამდგმელი სწორედ ჩვენი პატრიარქია. მისი ხელი ეხებოდა ძალიან ბევრ რამეს, თქვენ კარგად მოგესწრებათ, ეს არის საგალობელი, ეს არის ხაწერა, ბევრი რაღაც და რა თქმა უნდა, მის ძალიან ისეთ გამჭრიახ თვალსა და გონებას არ გამორჩა არც ხელსაქმე და კონკრეტულად ოქრომკედით ქარგვა. ანუ ეგრეთ წოდებული ნამაგრეცი თვითქარგვა. შალვა ვირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში დაცული უძველესი ნაქარგვება 12-19 საუკუნეებს მოიცავს. ეს გზა გაიარა და ბრწყინვალედ გაიარა ქართულმა ნაქარგვებამ და სამწუხაროდ 19 საუკუნეში ფაქტობრივად შეწყვიტა საქართველოში დამოუკიდებლად აი ამ ქარგვის ამ მიმართულებამ არსებობა. და ამისი, ასე ვთქვათ, აღორძინება უკვე მე-20 საუკუნის 80-იანი წლების შემდგომ მოხდა. ამას ერთ-ერთი ძალიან ჩვეულებრივი, ბანალური, ასე ვთქვათ, სიტუაცია უკავშირდება. ჩვენი უსაყვარლესი პატრიარქი იერუსალიმში მიბრძანდებოდა, ეს მე დედა თამარისგან გადმოცემით ვიცი, მისი მონაყოლია უშუალოდ. და როდესაც კვიპროსზე თვითონაც რაღაც გადარზომა მოუწია, იქ დაპატიჟეს კვიპროსში მუზეუმში და ერთ-ერთ ვიტრინასთან როდესაც მიიყვანეს, წარუდგინეს ნაქარგობის ნიმუში, რომელსაც ჰქონდა წარწერა ქართულად, ბერძნულად, ინგლისურად, სომხური ნაქარგობის ნიმუში. მე ახლა ძალიან დიდ პატივს ვცემ, რა თქმა უნდა, სომხურ ხელოვნებას და ამ ხალხს, მაგრამ ახლა ის ფაქტობრივად, როდესაც პატრიარქმა ნახა, არ იყო სომხური ნაქარგობის ნიმუში, მასზე წარმოდგენილი იყო ჩვეულებრივი დატირების სცენა, რომელიც ქართულ გარდამოხსნებზე არის ხოლმე გამოსახული. ცეთ იყო გაკეთებული ასომთავრულით, ანუ ბრგულოვანი შესრულებული საქტიტორო და კანონიკური წარწერა, როცა წაუკითხა ეს წარწერა, პატრიარქმა უთხრა, რომ ეს არის გარდამოხსნა და არა, თქვა სომხური ნაქარგობის ნიმუში. ნუ ჩემი პატივისცემითო, ესე იგი შეიცვალა და სხვათა შორის მე მქონდა ბედნიერება, როდესაც ვიყავი მუზეუმში, ძალიან დიდი ხნის შემდეგ, რა თქმა უნდა, ამ ამბიდან ნახე ეს გარდამოხსნა იქ მართლა არის ექსპოზიციაში, როგორც ქართული ნაქარგობის ნიმუში. აი ამის შემდგომ, როცა დაბრუნდა საქართველოში,
მაშინ სიონის მრევლი იყო ქალბატონი ეთერ უროტაძე, შემდგომში ერისქალობაში ეთერ უროტაძე და მონაზნობაში დედა თამარი, რომელსაც უაღრესად დიდი წვლილი მიუძღვის ამ საქმიანობის აღორძინებაში. და ქალბატონი ნანა ხატისკაცი, რომელიც სათავეში ჩაუდგა ამ ჯგუფს პატრიარქის დავალებით, რომ მათ შეესწავლათ ნამაგრისი თვითქარგვის ტექნიკა და აეღორძინებინათ ნაქარგობაში ეს მიმართულება. მართლაც დედა თამარი ჯერისენიანა ქალბატონ ანა ღამბაშიძესთან გადიან რაღაც კურს სწავლისა, მერე მობრძანდნენ ჩვენთან ხელოვნები, მე მაშინ ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის თანამშრომელი ვიყავი და როდესაც მოვიდნენ იქ ჩვენთან ორი ქალბატონი რესტავრა ჩვენ გქონდათ ისეთი ნაქაროვის ქსოვილების სარესტავრაციო სახელოსნო და იქ მუშაობდნენ ქალბატონი ეკატერინე ჯანშიაშვილი და ნინა სვანიძე და ანასტასია ჯანდიერიც თავის დროზე ასევე რესტავრატორი, უბრალოდ იმ დროს არ მსახურობდა სამწუხაროდ ჩვენთან და სწორედ ამ ორი ქალბატონისაგან ამ ჯგუფმა, რომელიც მოვიდა მაშინ მუზეუმში, 2 წლის მანძილზე თითქმის ყველა ხერხი, ძალიან რთული ასე ვთქვათ, ხერხის სახეობები ნამაგრისათვის და შეისწავლეს და დაიწყეს მუშაობა. 94 და 95 წელში ჯერ აკადემიაში, საპატრიარქოში იხსნება სახელოსნოები, იხსნება ცენტრები ქარგვისა, სპეციალური მეუფეთა კურთხევითა და პატრიარქის სურვილით, რა თქმა უნდა, და აი აქ იქარგება უკვე ჯერ პირველად მოიქარგა მეტეხში, მეტეხის დაფარნე, მეტეხის ადრესის შესაწირი დაფარნები. მოიქარგა გარდამოხსნა, მოიქარგა მამა მიქაელ ბოტკოველის სამოსი და უკვე 2010-12 წლებში, აი ამაზე მინდა ორიოდე სიტყვა მოგახსენოთ, მოიქარგა არაჩვეულებრივი სრული შესამოსელი ჩვენი უსაყვარლესი პატრიარქისთვის, რომელიც არის მთლიანად მარგალიტით გაწყობილი. ეს სამოსი არის პირი იმ სამოსს, რომელიც ჩვენს მუზეუმშია დაცული, ხელოვნების მუზეუმში, მარგალიტით არის მთლიანად გაწყობილი კომპოზიციები და რა თქმა უნდა, გადავეცით პატრიარქი ძალიან გახარებული იყო და საერთოდ ერთი ის ძალიან დიდი თვისება ქონდა, რომ როდესაც თქვა პირველად 2006 წელს ჩვენება რომ მოვაწყეთ პატრიარქთან იქ საპატრიარქოს სამოსისა, აი ვერ წარმოიდგინეთ პატარა ბავშვით უხარო და უბწყინავდა სიხარულისაგან თვალები და როდესაც ნახა ის ნაქარგობის ნიმუშები, რომლებიც შესრულდა ამ წლების მანძილზე, ამით ძალიან გაიხარა. ისე იგი მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ 2003 წელს პირველად დაიკიდა მოქარგული კრეცაბელი სიონის ტაძრის აღსავლის კარზე. ეს იყო ძალიან საინტერესო, რომ არაჩვეულებრივი კომპოზიცია არის მოქარგული, რომელიც 3 წელი იქარგებოდა 2001-2003 წლებში. ისე რომ აი ამ საქმეში, რა თქმა უნდა, უდიდესი წვლილი მიუძღვის ჩვენს უსაყვარლეს პატრიარქს. ექსპოზიცია, რომელმაც დამთვალიერებელს ნაქარგობის ისტორიის აღდგენის საქმეში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უდიდეს ღვაწლსა და ამ ოსტატობის შენარჩუნების ურთულეს გზაზე უამბო, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში 1 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.